პრობლემური ვალების ამოსახებად ახალ ზომებს ოცნება კიდევ ამკაცრებს. პროექტი, რომლის მიზნადაც ბიძინა ივანიშვილისთვის გიორგი ბაჩიაშვილისგან ბიტკოინების ამოღება ფასდება, კიდევ უფრო მკაცრია. მაშინ მეორე მოსმენი დამატებითი შეზღუდვები შეიტანეს. ეს შეზღუდვები მძიმე ფინანსურ დანაშაულში ბრალდებულ პირს გარდა შეეხება მათ ახლობლებს, ოჯახის წევრებს და ნათესავებს. ამასთან ეს კანონი ახლობელსა და ნათესავს იმის შემდეგაც დასჯის, თუ ისინი მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის შემდეგაც დაეხმარებიან. ნანო ჩაკვეტაძე გაგვაცნობს ამ რეპრესიული კანონის დეტალებს და შეფასებებსაც მისი მიზნების შესახებ. დიახ, ბიძინას მოვალეების კანონი, ასე დაარქვეს იურისტებმა იმ კანონ პროექტს, რომლის კანონად ქცევასაც ოცნება დაჩქარებული წესით აპირებს. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება არა მარტო ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდებული პირისთვის, თუ ის 500 ლარზე მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, არამედ ციხეში გაუშვებენ მის მეგობრებსაც, მეზობლებსაც და ოჯახის წევრებსაც. მოკლედ დასჯიან ყველას, ვინც მის დახმარებას შეეცდება. მაგალითისთვის, მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსურ თაღლითობაში, ფლანგვაში შეიძლება სულაც უსამართლოდ მსჯავრდებული ახლობელი სახლში შეიფარეთ, ან მას ფინანსურად დაეხმარეთ, თქვენ შეიძლება 5 წლით ციხეში აღმოჩნდეთ. გაცემულ დახმარებას ვერც მსჯავრდებული ვერანაირი ფორმით ვეღარ მიიღებს. თუ მსჯავრდებულის ბალანსზე რაიმე ქონება აღმოჩნდება, იქნება ეს ფული, ავტომანქანა თუ უძრავი ქონება, მას ყადაღა დაედება. იურისტები ვარაუდობენ, რომ როგორც აქამდე ჩაფიქრებულით უკვე მიღებული ყველა, მაგრამ განსაკუთრებით ეს კანონ პროექტი პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ოლიგარქს სურს, რომ ასე აზღვევინოს მის ყოფილ თანაგუნდელებსა და პრინციპში საერთოდ ყველას, ვისაც ეჭვობს, რომ მას ფული წაართვა. ეს უკვე არის რაღაცა რეპრესიების ახალი ტალღა, ოღონდ რეპრესიების ტალღა იმ პირებთან მიმართებით, რომელთა მიმართებითაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გარკვეული ფინანსური მოთხოვნები. ანუ ფაქტობრივად ამით ამ კანონპროექტით ქართული ოცნება ამ ხალხს ეუბნება იმას, რომ თუ ფულს დროულად არ გადაიხდიან, მათ უბრალოდ სიღარიბეში ამოხდებათ სული. ანუ ერთ ქვეყანას დატოვებენ, ქვეყნის დატოვების აკრძალვაც შეუძლიათ გამოიყენონ, უბრალოდ ისინი ვერანაირ ფინანსებს მიიღებენ, თუ ვინმე მათ დაეხმარება ამ ადამიანებს დაიჭერენ. თუ კი სხვა ეს ავტორიტარული კანონპროექტები, რაც ბოლო თვეებში მიიღო ქართულმა ოცნებამ, მაინც უფრო მეტად მიემართებოდა ზოგადად კრიტიკული აზრის დევნას, განსხვავებული თქვათ პოზიციების ჩახშობას, რეალურად აი ეს კანონპროექტი არის მხოლოდ კონკრეტულად ბიძინა ინტერესების მიზნებით და ინტერესებით დაკარნახები, ხო? და ის მიემართება ნამდვილად გიორგი ბაჩიაშვილს. ეს კანონპროექტები მიზნად მათ შორის ისახავს შიდა ძალაუფლებრივ კონსოლიდაციასაც, ხო? მათ შორის შიგნით გუნდშიც იგივე თქვათ შეკავშირების მიზნით უფრო მეტი კონტროლის, მეტი იძულების პერკეტების შექმნას. 500 თუ 600 ლარი არის, რისი მიღება შეუძლია თუნდაც საჩუქრის სახით თვის განმავლობაში და ამის მიღმა თუ ვინმე მათ საერთოდ შინ შეიფარეს, სახლში შეიფარებს, ბინას დაუთმობს, თავისთან აცხოვრებს, თუნდაც მასივარი დაუკეტოს, ხო? ეს ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. და ციხეში ხელახლა წავა როგორც ეს ადამიანი, რომელმაც ეს ბინაში, სვის ბინაში თავი შეაფარა, არამედ ციხეში წავა ის ადამიანიც, ვინც შეიფარა. ამას უკეთებენ პირველ რიგში ვის თავისივე აღიარებით, პირველ რიგში ბატონ ივანიშვილის უშუალო ბიზნეს პარტნიორს ბატონ ბაჩიაშვილს. ის არის ჩვენ ამ კანონის მიღების ინსპირაცია. ამ კანონის სამიზნეების განსაზღვრა სახელობითადაც შეგვიძლია. აქ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და იურისტებიც პირველ რიგში ასახელებენ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც ივანიშვილი საკუთარი ბიტკოინების მითვისებას ედავება. ასევე ახსენებენ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეულ მიქაუტაძეს. მას უკანონო გამდიდრებაში სდებენ ბრალს. ორივე შემთხვევაში საქმე სასამართლოშია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ვიდრე საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ივანიშვილმა ამ პირებისგან თანხის მოპოვება საკუთარი ძალებით სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქი ერჩის და თანხის ამოღებას ცდილობს ყოფილი თანაგუნდელებისგანაც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ივანიშვილის სამიზნედ ირაკლი ღარიბაშვილს, თორნიკე რიჟვაძესა და გრიგოლ ლილუაშვილს ასახელებენ. ქართული ოცნების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ ივანიშვილი ბაჩიაშვილსა და სხვებს მხოლოდ საპატიმრო სასჯელს უკვე აღარ აკმარებს. ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ყველა საკანონმდებლო ინიციატივის
უკან დგას რეპრესიული ინტერესი ივანიშვილის და მისი ბანდის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ სანქცირებული ივანიშვილი გავეშებული ეძებს, ასე ვთქვათ, ახალ ფინანსურ წყაროებს, მათ შორის იმ ბანდის წევრებისგან, რომლებმაც მისი აზრით მას ფული წაართვეს, ან ზედმეტი მოიპარეს. ამის გამო, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება ახმულ იქნას, როგორც მეთოდი, რომ უფრო ეფექტურად და უფრო მარტივად და სწრაფად ამოიღოს ფული სამიზნეებისგან ივანიშვილმა და მისმა ბანდამ. ამ კანონის პროექტი ორი მოსმენით საკანონმდებლო ორგანოში უკვე მიღებულია. მას ქართული ოცნება დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტი კანონად ან რიგ გარეშე სესიაზე, ან უკვე შემოდგომაზე სექტემბერში იქცევა.